შემთხვევა ზუსტად ამ ადგილას დაახლოებით 2-3 საათის წინ მოხდა. აქ რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. მთელი ეს ტერიტორია კვების ობიექტის მიმდებარედ იყო შემოსაზღვრული ყვითელი ლენტებით, თუმცა რამდენიმე წუთის წინ პოლიციელებმაც დატოვეს ტერიტორია და ჩამოხსნეს ყვითელი ლენტები, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ სავარაუდოდ ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებები ამ ადგილას დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულად დაუდასტურეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულია ერთი პირი მამაკაცი, რომელიც აქ შეიარაღებული გადაადგილდებოდა. მან მოგიყვებით იმ მუხლების შესახებ, თუ რომლის მიხედვითაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცს აღუძრა საქმე, იქამდე გიჩვენებთ ამ ადგილს და ასევე მოგიყვებით იმ გავრცელებული ვერსიის შესახებ, რომელსაც უყვებიან თვითმხილველები ფორმულას. გავრცელებული ვერსიით ეს შემთხვევა სწორედ ამ ადგილას კვების ობიექტზე მოხდა, უფრო ზუსტად აქ ნასვამ მდგომარეობაში სავარაუდოდ მოვიდა მამაკაცი, შეიარაღებული მამაკაცი და შეკვეთის გაფორმებისას მომსახურე პერსონალს, საქართველოს მოქალაქეს, ეთნიკურად აზერბაიჯანელს იარაღით მოკლით დაემუქრა, მხოლოდ იმის გამო, რომ მან პასუხი ქართულად ვერ გასცა. ან ქართულად ilaparaყი, ან წადი შენს სამშობლოში. გავრცელებული ვერსიით და აქ თვითმხილველების თქმით, სწორედ ასე იმუქრებოდა შეიარაღებული მამაკაცი. შეიარაღებული მამაკაცი სწორედ ამ ობიექტიდან პოლიციამ დაახლოებით 1 საათის წინ აიყვანა. როგორც გითხარით, ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ამ მამაკაცის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია, მას 2 მუხლით აღუძრეს საქმე, ერთი მხრივ იარაღის ტარებისთვის, მეორე მხრივ კი მუქარისთვის. აქ მუშაობდი, ნასვამი კაცი მოვიდა, მითხრა ქართულად ილაპარაკეო. მე გავიგე რომ ქალს ეჩხუბებოდა, იარაღი სწორედ მას ამოუღო. მე არ დამინახავს, მუშაობდი, თუმცა კამერაზე ყველაფერი ჩანს. პოლიციაში დაცვამ დარეკა. ეს ხალხი აქ უბრალოდ მუშაობს. შეიძლება ვერ ლაპარაკობდეს ქართულად, რუსულად ან ინგლისურად. ამის გამო ხომ არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო. ამ შემთხვევაში ქალი გამოესარჩლა კაცს, რომელსაც ჩხუბი დაუწყეს. რატომ არ იცი ქართულიო? რომ არ დაერტყა იმ კაცისთვის, იმიტომ სადად ახმარება და თვითონ ამ ქალს ამოუღო იარაღი. ასე არ შეიძლება გაგრძელება. ასეთი დამოკიდებულება ეთნიკურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. ჩვენ იარაღის ამოღების მიუხედავად ძალიან მშვიდად შეხვდით და დაპირისპირების გარეშე გავუშვით. ახლა ასე მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც სავარაუდოდ ეთნიკური მოტივით მოქალაქე მეორე მოქალაქეს დაუპირისპირდა. რამდენიმე დღის წინ, 3 დღის წინ მარნეულში ადგილობრივი საკრებულოს წევრი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა არასრულწლოვანს, ისიც კაფეში მომსახურე პერსონალს, მხოლოდ იმის გამო, რომ მან ქართულად პასუხი ვერ გასცა.